ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთში შეიძლება მალე გაიხსნას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები შეასრულებს თეირანის მიერ წაკენებულ მკაცრ მოთხოვნებს. ირანმა და ომანმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას არმუზის სრუტის გავლით საზღვაო მარშრუტის გეოგრაფიულ კოორდინატებთან დაკავშირებით, ხოლო ერთობლივი განცხადება საბოლოო მომზადების ეტაპზეა. იმ პირობით, რომ პროცესს მესამე ქვეყნები, პირველ რიგში შეერთებული შტატები არ შეუშლია ხელს, ეს არის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ისმაილ ბაღაის ოფიციალური განცხადება. ამასთან მან დაამატა, რომ თუნდაც ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში თეირანსა და მასკატს შორის ის თავისთავად არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლის გზაზე, სანამ რეგიონში ამერიკელები იმყოფებიან, რომლებიც თეირანის ულტიმატუმებს არ ასრულებენ. ამავე დროს ირანში დაიწყო მასობრივი საინფორმაციო კამპანია, სადაც ხალხს მოუწოდებენ შური იძიონ ამერიკელებზე. ეხლა კი ყველაზე მთავარი. ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ დონალდ ტრამპისგან მოითხოვა საზღვაო ბლოკადის სრულად მოხსნა. ყველა სანქციის სრულად მოხსნა. და ყურადღება, ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო აღიარება იმისა, რომ ისინი ვერ ახერხებენ ლიბანში ომის შეჩერებას, როგორც ეს დაპირებული ჰქონდა წინა ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში იყო ხელმოწერილი. რას უპასუხა ამ ყველაფერზე დონალდ ტრამპმა? დღეს დონალდ ტრამპი მთელი დღე იგერიებდა მტკიცებებს, რომ აშშ-ს კრიტიკული დეფიციტი აქვს საბრძოლო მასალების. და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად იყო ირანის სრულად გაენადგურებინა და ირანზე მიეყენებინა მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე ძლიერი დარტყმა. მაგრამ გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც ირანელები უბრალოდ ევედრებოდნენ, არ გაეკეთებინა ეს. და კიდევ ტრამპი დღეს მთელი დღე იცავდა პიტერ ჰექსს, რომელიც არის შეერთებული შტატების ომის მინისტრი. აცხადებს, რომ ის აბსოლუტურად კმაყოფილია მისი მუშაობით. და საერთოდ ეს ყველაფერი, ყველა ეს საუბარი იმაზე, თითქოს რაკეტები არ ყოფნით და საერთოდ ომი გეგმის მიხედვით არ მითარმიდის, ყველაფერი ეს ტყუილია. და ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ისინი სამშობლოს მოღალატეები არიან და საერთოდ უნდა გასამართლდნენ და ციხეში ჩასვან. მე მქვია ალექსეი ფეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. აქ ძალიან ბევრი ახალი ცვლადი გამოჩნდა. მაგრამ სამ დავითხრებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი აი ეხლავე. დაუთმეთ ერთი წამი, შეამოწმეთ გამოწერილი ხარ თუ არა არხზე. შეიძლება დიდი ხანია უყურებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. თუ გამოწერილი ხართ, დიდი მადლობა. თუ არა, დააჭირეთ ეხავე გამოწერის ღილაკს. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. ასე რომ, არმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება პრაქტიკულად მზადაა, ირანი ომანთან საბოლოოდ ათანხმებს არმუზის სრუტეში გემების მოძრაობის წესს. მაგრამ როგორც თეირანი აცხადებს, ორ სანაპირო ქვეყანას შორის შეთანხმება არ ნიშნავს სრუტეში მიმოსვლის ადგენას. თეირანი აცხადებს, რომ მას სჭირდება რიგი გარანტიები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რათა გემებმა შეძლონ არმუზის სრუტის უპრობლემოდ გავლა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, ირანის მოთხოვნები დაასახელა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააუქმოს ქმედებები, რომლებიც მისი აზრით დაარღვიეს ადრე აღებული ვალდებულებები. ფაქტობრივად ირანი ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ზუსტად იმ დათმობებს ითხოვს, რისთვისაც ვაშინგტონი მზად იყო, რათა ირანის ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. ახლა ირანი საერთოდ აღარ. Они вообще не вспоминают. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპისგან შემდეგს მოითხოვს. სრულიად შეწყვიტონ სამხედრო საზღვაო ბლოკადა და ირანის პორტების. ანუ, აშშ-ს სამხედროები უნდა გავიდნენ რეგიონიდან. სანქციების განხილვა, რომლებიც ირანის წინააღმდეგ ხელახლა შემოიღეს ზავის ჩაშლის შემდეგ, განსაკუთრებით ნავთობის სექტორში და თეირანის გაკინულ აქტივებზე მოლაპარაკებების განახლება. უბრალოდ რო ვთქვათ, მოხსენით სანქციები, დააბრუნეთ გაკინული აქტივები. და მესამე, საკითხის განხილვა იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ უზრუნველყო სტაბილურობა ინვესტიციებში. როგორც ეს გათვალისწინებულია ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ვაშინგტონთან ივნისში იქნა მიღწეული. ანუ ირანი, ყურადღება, ახლა აყენებს მოთხოვნებს შეერთებულ შტატებს არმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ. შეგახსენებთ. დონალდ ტრამპის ჩანაფიქრით
აშენში მზად იყო წასულიყო ამ დათმობებზე ირანის მიმართ. გაეუქმებინა სანქციები, გაენთავისუფლებინა აქტივები, გაეუქმებინა ბლოკადა და ასე შემდეგ. ბირთვული პროგრამის დახურვის სანაცვლოდ. ეს იყო საწყისი იდეა. ეხლა ზუსტად იგივე დათმობებს ირანი ითხოვს მხოლოდ იმისთვის, რომ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ომამდე შეგახსენებთ სრულად ღია იყო. მაგრამ ყველაზე დიდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახეში შეფურთხება დონალდ ტრამპისთვის სწორედ აქ იყო. კითხვაზე ასრულებს თუ არა ირანი, ფაქტობრივად ივნისის შეთანხმების მეხუთე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ირანს, გააკეთოს ყველაფერი უსაფრთხო სავაჭრო გემთ მიმოსვლის უზრუნველსაყოფად 60 დღის განმავლობაში. იმავე ჰარიბაბადიმ უბრალოდ უპასუხა: არა. ამბობს არა, არაფერს ვასრულებთ. შემდეგ მისი ციტატა: მეხუთე მუხლი მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპებს ადგენს და არა საბოლოო ოპერატიულ გეგმას. ირანსა და ომანს შორის ახალი შეთანხმება წარმოდგენილია როგორც სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ასახავს დღევანდელ უსაფრთხოების გარემოს. და არა როგორც წინა 60-დღიანი შეთანხმების გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ საზღვაო მარშრუტები სრუტეში შეიცვლება. კომერციული ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის. დანარჩენი ომანის წყლებში გაივლის, მაგრამ იქ კიდევ არის შეთანხმების საკითხი. ჰარიბაბადიმ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ასახავს სრუტეზე ეფექტური სუვერენიტეტის განხორციელების ახალ სტრატეგიას. ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს არ აქვს განზრახვა მშვიდობიან პერიოდში რეგულარულად დახუროს ეს წყლის გზა. თუ ვერ გაიგეთ, ჰარიბაბადი პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ის შეთანხმება, რომელიც ივნისში ტრამპთან გაფორმდა, რომელიც ასე ძალიან აინტერესებდა ამერიკის პრეზიდენტს. ის ამბობს, კი, ჩვენ არ გვაინტერესებს, კი, ივნისში რაღაცას მოვაწერეთ ხელი. ტრამპი ამ ყველაფერზე წამოეგო. გამოაცხადა დარტყმებზე პაუზა. მაგრამ ჩვენ ამბობს, საერთოდ არც ვაპირებდით მისი შესრულებას. იქ ამბობს კი, ეწერა, რომ ირანი თითქოს ვალდებულებას იღებდა არმუზის სრუტის გახსნაზე, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ის გახსნილი ყოფილიყო ამბობს. მაგრამ ეს უბრალოდ პრინციპები იყო. ამბობს, ჩვენთვის ეს არაფერს გვავალდებულებდა. კი, ეწერა და ეწერა. და რა ამბობს, არა, ჩვენ არაფერს ვაკეთებდით ამ ხრივ. მაგრამ თავარი ისაა, რომ ახლა აშშ-ში საერთოდ აღარ ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან არმუზის სრუტის საკითხზე. ესეც მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად. ისინი მაგიდასთან აღარ არიან. მაგიდასთან არიან ირანი და ომანი. ხოლო ამერიკელები სადღაც გვერდიდან აკვირდებიან. და აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ირანისა და ომანის მიერ მომზადებული შეთანხმება ითვალისწინებს თეირანისთვის კონტროლის მინიჭებას გემებზე, რომლებიც არმუზის სრუტის გავლით შედიან სპარსეთის ყურეში. ხოლო გამსვლელ გემებზე კონტროლს თითქოს და ომანი იღებს. მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ზუსტად როგორ განისაზღვრება ეს კონტროლი. პერსიის ყურის ქვეყნების მოლაპარაკეები ამტკიცებენ, რომ რეგიონული ქვეყნები თავად უნდა ახორციელებდნენ გემების შემოწმებაზე ზედამხედველობას, ხოლო მოსაკრებლის გადახდა სრულად ნებაყოფლობითი უნდა იყოს. თეირანი სურს, რომ სრუტეში გამავალი გემებიდან ამოიღოს ტვირთის ღირებულების 5-დან 7%-მდე. ხოლო ომანი განიხილავს მოსაკრებლის დაწესებას 3%-ის დონეზე. ამ დროს აშშ ომამდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერს მხარს, ანუ საერთოდ არანაირი გადასახადი არ უნდა იყოს. მაგრამ ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იგივე კაზემ გარიბაბადი, აცხადებს, რომ შეთანხმება, ციტატა, დაგეგმილია ისე, რომ კომერციული გემები გაივლიან ირანის ტერიტორიულ წყლებში, როგორც შესვლისას, ასევე გამოსვლისას. ომანთან მოლაპარაკებებისას მიღწეული იქნა პრინციპული ურთიერთგაგება. ანუ ირანი ამბობს, სრული კონტროლი ჰორმუზის სრუტეში შესვლასა და გამოსვლაზე ირანს ექნება. დიახ ამბობს, რომ გემების ნაწილი ომანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ირანთან შეთანხმებით. ფაქტობრივად ეს ნიშნავს ირანის სრულ კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე. და აი კაზემ გარიბაბადის თქმით, ამ ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ გამართულა, მაგრამ თეირანმა მათგან შეთხობინება მიიღო. მიუთით ეს. სადაც ციტატა აღნიშნულია სრული მზადყოფნა. დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შლებების, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში იქნა ხელმოწერილი. გარსენებთ, რომ იმ მემორანდუმით 2 თვე იყო განსაზღვრული საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის ბირთვულ პროგრამაზეც. და ეს ვადა იწურება 17 აგვისტოს. ანუ სულ რაღაც 10 დღეში. თუმცა დაპირისპირება აშშ-სა და ირანს შორის გამწვალდა და ისინი კვლავ დაიწყეს დარტყმების გაცვლა.
ამ ფონზე წამყვანმა საზღვაო ასოციაციებმა მოუწოდეს გაერთიანებულ ერებს, რომ გამოვიდეს ნებისმიერი მოსაკრებლისა და გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც გემების მომსახურებას ეხება, რომლებიც ტრანზიტით გადიან ჰორმუზის სრუტეში. ერთდროულად 8 უმსხვილესმა საზღვაო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ ღია წერილს გაეროსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისადმი. მათ გააფრთხილეს, რომ მოსაკრებლების დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში და დააზიანოს თავისუფალი საზღვაო ნავიგაციის პრინციპები. შემდეგ მოვიყვანთ ციტატას საზღვაო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებიდან. როგორც კი ასეთი პრეცედენტი შეიქმნება, სხვა ადგილებში ანალოგიური ზომების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო და უფრო რთული გახდება, რაც საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციისა და გლობალური ვაჭრობისთვის გაურკვევლობას შექმნის. ეს შედეგები სცდება სატრანსპორტო ხარჯების ფარგლებს, ხელს უწყობს ენერგორესურსების ფასების ზრდას, ინფლაციას და ეკონომიკურ არასტაბილურობას. საბოლოო ჯამში ამ შედეგებს მოხვება ადამიანური მსხვერპლი და ისინი გავლენას მოახდენს ადამიანების საარსებო წყაროებზე მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, მსოფლიოს ჟანდარმი, შეერთებული შტატები უნდა გამოეხმაუროს ამ ყველაფერს და ბოლოს ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს. მაშ, როგორ უპასუხა ამ ყველაფერს დონალდ ტრამპმა? პირველ რიგში, დღეს მან კიდევ ერთხელ საჯაროდ ირწმუნებოდა, რომ ირანელები უბრალოდ ევედრებოდნენ მას ომის შეწყვეტას და აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ ყველაფერზე წასასვლელად. ოღონდ ტრამპს გაეუქმებინა თავისი ისტორიული მასიური დარტყმა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ში ემზადებოდა ირანზე ყველაზე დიდ დარტყმას მიეყენებინა მეორე მსოფლიო ომის დროიდან, თუმცა ის გააუქმეს თეგერანიდან თხოვნის შემდეგ. შემდეგ მოდის დონალდ ტრამპის ციტატა. ჩვენ მათ მაგრად ურტყამთ, მაგრამ მე მირჩევნია შეთანხმება დავდო, რადგან არ მინდა ადამიანების მოკლა. მაგრამ ერთ მომენტში ჩვენ ვაპირებდით მზად ვიყავით ყველაზე მასშტაბური შეტევისთვის. და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ძალიან ძლიერი დარტყმები მივაყენე. მაგრამ ჩვენ სრულად მზად ვიყავით. ჩვენ სრულად მზად ვიყავით ყველაზე დიდ შეტევაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და აი მათ დამირეკეს და მითხრეს, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, მოდით ვისაუბროთ. და შემდეგ ამბობენ, ჩვენ ამას არასდროს ვითქვამსო. იცით რა, ყალბი მედია იცის, რომ სინამდვილეში მათ ეს თქოს. ისინი ითხოვდნენ, ისინი ეხვეწებოდნენ. მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ნახოთ რა მოხდება. თუმცა ისინი გვცემენ პატივს. ციტატის დასასრული. მაგრამ ბოლო დროებში, როგორც იცით, სკანდალი გაჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ და ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადეს, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპს მართლა სურს ირანზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენოს. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია. ამბობენ, რომ შეიძლება მართლა სურს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს საბრძოლო მასალა. თითქოს რაკეტები და ჭურვები კრიტიკულად არ ყოფნის მისი გენიუსური სამხედრო ოპერაციის შემდეგ. უფრო მეტიც, ყველაზე კრიტიკულები იყვნენ CNN-ი. და აი სამშაბათს მათ განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა თითქმის 80 საკუთარი ანტისარაკეტო გადამჯერი გამოიყენეს საკვანძო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც CAAT ქვია. და როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ამერიკელმა მაღალი რანგის სამხედროებმა თეთრი სახლი გააფრთხილეს, რომ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგები საშიშად დაბალია და თითქოს ომის გაგრძელება ძალიან სახიფათოა. პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს. ზოგიერთი ჭურვი კი საერთოდ სიჭარბით გვაქვს. და საერთოდ, ციტატა, თავდაცვის კომპანიები აშენებენ ქარხნებისა და ფაბრიკების ყველაზე დიდ რაოდენობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგივე რიტორიკა აერჩია ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმაც. უკვე გაჩნდა გაჟონილი ინფორმაცია, რომ ტრამპმა მაინც გამოიძახა პიტ ჰექსეტი და კითხა მას: მოისმინე, რა ხდება საბრძოლო მასალების მარაგებთან დაკავშირებით. ანუ, როგორ მოხდა ასე? კერძოდ Washington Post-მა დაწერა, რომ ტრამპი უკმაყოფილოა პიტ ჰექსეტის მუშაობით ომის მინისტრის პოსტზე. მაგრამ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავხედური ტყუილი. უფრო მეტიც, მან უცებ დაიწყო ძლიერ ნერვიულობა და განაცხადა, რომ საერთოდ ჩასვამს ციხეში ყველას, ვინც გაბედავს პირის გახსნას და იტყვის, რომ თითქოს ამერიკის არმიას ჭურვები არ ყოფნის. შემდეგ მოვიყვან დიდ ციტატას დონალდ ტრამპისგან. Fake news-ი. ყალბი ამბები, როგორც ყოველთვის ავრცელებენ ცრუ და სრულიად უსაფუძვლო ხმებს. მე უკიდურესად კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც პიტ ჰექსეტი ასრულებს.
ყველაფერი გამორჩეული იყო, მათ შორის ჩვენი შეტევა ვენესუელაზე, სადაც შედეგი ერთ დღეზე ნაკლებ დროში მივიღეთ. რაც მოგცა საშუალება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დამნაშავე ნიკოლას მადურო სამართლის წინაშე წარუედგინა. ზუსტად ასე ირანიც, სადაც ქვეყანა გაანადგურეს იმისთვის, რომ მას არასდროს ქონოდა ბირთვული იარაღი. ოპერაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. პიტ ჰექსეთი ძალიან დიდ პატივს სარგებლობს არმიაში და მან დიდი წინსვლა შეიტანა. ეს ჭორი გაავრცელა Washington Post-მა, ზუსტად ისე, როგორც ტრამპი წერს. Washington Post-ი. ხვდებით მინიშნებას, ხომ? ეს ხუმრობაა. გავაგრძელებ ციტირებას. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მედია ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უთხოვით მათ, რომ მათი ისტორია სრულიად ყალბია, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს. თითქოს არაფერი. სიამდვილეში მე მართლა მიმაჩნია, რომ მათი ყალბი შეთხობინება მოღალატეობრივია. და დავამატებ, რომ მანამდე ის ამბობს, საერთოდ ყველა ის, ვინც ამბობს, რომ რაკეტები არ ყოფნით, რომ არმიას პრობლემები აქვს, რომ თითქოს ირანში ომი არ მოვიგეთ. ყველა ასეთი უნდა ჩასვან ციხეში. რა უფლება აქვთ მათ, რომ პირი გააღონ და თქვენ თითქოს ირანთან ომი არ მოვიგეთ? აი ესე, აქ გაჩნდა ესეთი შეუსაბამობა. მედიის ინფორმაციით, პენტაგონში მაინც ჩაატარეს რაღაც სასტრაფო თათბირი საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებით. თითქოს ამბობენ, რომ აი ჩვენ ამ საბრძოლო მასალას იმდენი გვაქვს, უბრალოდ სიჭარბითაც კი გვაქვს. მაგრამ რატომღაც პენტაგონში თათბირი მაინც ჩაატარეს. აშშ-ში სამხედრო მინისტრის მოადგილემ სტივ ფაინბერგმა სასტრაფო თათბირი ჩაატარა თავის დაქვემდებარებულებთან ამერიკული არსენალების შევსების აუცილებლობის საკითხზე. ფაინბერგმა სიტუაცია კრიზისულად შეაფასა და მოითხოვა სასტრაფოდ დაჩქარდეს შეიარაღების შესყიდვის პროცედურები. NBC News-ის ინფორმაციით, ფაინბერგმა თათბირი მას შემდეგ მოიწვია, რაც დონალდ ტრამპისგან გაბრაზებული ზარი მიიღო. რომელმაც თითქოს და უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი ირანთან საბრძოლო მოქმედებების გაფართოების ხელისშემშლელი გახდა და ფაინბერგს გათავისუფლებით დაემუქრა. მაგრამ მეგობრებო, აქ მთავარი ისაა, რომ არ აგვერიოს. დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა. საბრძოლო მასალა უხვად დაგვთ, უბრალოდ აღარ იციან სად წაიღონ. თუმცა რატომღაც უკრაინას პატრიოტის გადამჭერებს არ აწვდის, რადგან დეფიციტია. მაგრამ არა, არ აგერიოთ. დეფიციტი არ არის. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, რომ ომის დასაწყისში დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაჰფიდდა ირანის კაპიტულაციას. ამის შემდეგ მან არაერთხელ განაცხადა, რომ ირანმა უკვე რამდენჯერმე მოახდინა კაპიტულაცია. შემდეგ მან განაცხადა, რომ ომი არავითარ შემთხვევაში არ გაგრძელდება. 4 კვირაზე მეტი არა, მაქსიმუმ 6 კვირა. ამბობს, მაქსიმუმ 6 კვირა და ირანიდან საერთოდ არაფერი დარჩება. ჩვენ გვახსოვს, როგორ აცხადებდა ტრამპი 30-ზე მეტჯერ, რომ მან უკვე მოიგო ომი ირანთან. და ასე შემდეგ. და კიდევ ბოლო ამბებიდან. პირდაპირ შაბათს ტრამპმა თქვა, რომ უკვე ხვალ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება. შემდეგ თქვა, რომ მოისმინეთ, ჰორმუზის სრუტე უკვე გახსნილია და საერთოდაც ის არავის დაუხუროს. მერე დაამატა, რომ არა, ირანთან შეთანხმება თითქმის მზადაა და ხვალ ნამდვილად ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. დღეს უკვე ხუთშაბათის საღამო. კარგი, მე ტრამპს ვენდობი, მართლა ვენდობი. ხო გჯერა თქვენ? ამასობაში დონალდ ტრამპის თქმით, სრულად დაპყრობილ თეირანში გამოჩნდა ასეთი შურისმაძიებელი სარეკლამო ბანერები, რომლებიც შექმნილია ირანის რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის მიერ, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ როგორც საკუთარ ხალხს, ასევე გარე სამყაროს, რომ თითქოს ირანის ისლამური რესპუბლიკა კვლავ მტკიცედ აკონტროლებს სიტუაციას. იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინგრევა. აი ეს, ცოტა რუსებს მოვაგონებს. რა თქმა უნდა, გახსოვთ იქ ვლადიმერ პუტინი არა დაუბანელ რუსებს. უკვე რამდენი 20 წელია გვიყვებიან, რომ ამერიკა მალე დაეცემა. თქვენ ხომ ნახეთ ამერიკელების საგარეო ვალი? ხო, მალე დაინგრევა. დოლარს მალე ბოლო მოუვა. ევროპელები კი რუსული გაზის გარეშე სულ გაიყინებიან. ჩვენ კი ავყავდებით. აი, რაც ახლა თეირანის ქუჩებში ხდება, ძალიან გავს ამ რუსულ პროპაგანდას. მაგრამ ამ ბანერების არსი ისაა, რომ ირანის ხელისუფლება თავის ხალხს მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე შურისძიებისკენ, რაც აშკარად არ ნიშნავს, რომ თითქოს სწორედ ეს ირანელები დონალდ ტრამპს მოლაპარაკებებზე ევედრებიან. აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბუნებისა და რეკვიზიტების საშუალებით. ამით დასრულდა.
იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.